აი ეხლა უკვე რუსეთი ვერ მიხვდება რა არის შემდეგი ნაბიჯი. გუშინდელი სპექტაკლი ხუთიანზე ჩატარდა, თუმცა ცოტა მეტი მოვიდა ტრამპს, მაგრამ ბარისი ტრამპია, თუ არ მოვიდოდეს რუსეთი დაიბნა. საბოლოოდ მოვლენების განვითარებას. რამდენი თქვენთაგანი ფიქრობს, მოაზროვნეებს ვეკითხები, რომ ტრამპი და ზელენსკი პირველად ზუსტად ოვალურ კაბინეტში შეხვდნენ ერთმანეთს და ამ შეხვედრას და ამ შოუს წინა უძღოდა მთელი რიგი მოლაპარაკებების, სცენარის გაწერა და ასე შემდეგ. ხო, ტრამპს ცოტა გაექცა სცენარი, მაგრამ დააკვირდით რამოდენიმე ადგილას ზელენსკი თავს უქნევს, ეთანხმება. მადლობაც კი გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს. ხალხო, პოლიტიკა არის ძალიან დიდი შოუ და ვაჭრობა. დაელოდეთ რა მოვლენების განვითარებას რა. Facebook-ზე აღარ შევდივარ, ნერვი არა მაქვს. It takes very special minds to realize a lot of things. And I am one of them.